მოდით, დღეს ერთად უპასუხოთ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ, მაგრამ სინამდვილეში წარმოუდგენლად ღრმა კითხვას. რას მალავს დედამიწა? დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა ბავშვობაში ყველას გაგვრჩენია. ხოდა დღეს სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვწდით და ჩვენს ფეხქვეშ დამალულ საიდუმლოებებს ჩაუღრმავდებით. ხოდა, პასუხიც სწორედ აქ, დედამიწის ქერქში იმალება. წარმოიდგინეთ, ეს თხელი, მყარი ფენა, რომელიც ჩვენს პლანეტას გარს აკრავს, ერთგვარი კოსმოსური არქივია, სადაც მილიარდობით წლის ისტორიაა ჩაწერილი. მაშასე, მზად ხართ? ვიწყებთ პირველ ეტაპს, ამ საიდუმლოებების გასაღების ძიებას. იცით, მეცნიერებისთვის დედამიწის ქერქი ღია ციგნებითაა და მისი წაკითხვა ჩვენი სამყაროს გაგებაში გვეხმარება. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ერთად ვეშვებით ამ ფენებში, თითქოს კიბეზე ჩავდივართ. დავიწყოთ ყველაზე ზედა, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი საფეხურიდან და ვნახოთ, რა გველოდება უფრო და უფრო ღრმად. აი ჩვენი მოგზაურობის მეორე ნაწილიც, რომელიც სიცოცხლის ნიადაგით იწყება. ეს ის ფენაა, რომელსაც ყოველდღე ვეხებით და რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მთელ ჩვენს პლანეტას კვებავს. ნიადაგი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მიწა. ეს არის ცოცხალი, მფეთქავი ეკოსისტემა. უამრავი მცენარისა და მწერის ნარჩენები მას მუდმივად ამდიდრებს. ქმნის საკვები ნივთიერებებით სავსე გარემოს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია. კარგი, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ სიცოცხლით სავსე ფენის ქვეშ ვიხედებით? აი, სწორედ აქედან იწყება ნამდვილი თავგადასავალი და ჩვენ ვუახლოვდებით დედამიწის დამალულ საგანძურს. და აი, ჩვენ უკვე მინერალების საგანძურში ვართ. აქ, სიღრმეში, დედამიწა ინახავს იმ რესურსებს, რომლებმაც ფაქტობრივად მთელი ჩვენი ცივილიზაცია შექმნეს. ეს საგანძური თითქოს ორ ნაწილად იყოფა. ერთი მხრივ, აქ არის სამრეწველო მინერალები, როგორიცაა კვარცი ან გრაფიტი, რომლებიც ჩვენი ტექნოლოგიების საფუძველია. მეორე მხრივ კი, აქ ვპოვლობთ ბუნების ნამდვილ საოცრებებს, ლალის, ალმასისა და ფირუზის მსგავს ძვირფას თლებს. მაგრამ მოიცადეთ, საგანძური ამით ნამდვილად არ თავდება. სიღრმეებში იმალება ლითონები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს, ოქრო, ვერცხლი, პლატინა. ეს ის მასალებია, რომლებმაც იმპერიები ააშენეს და მთელი კულტურები განსაზღვრეს. და ბოლოს, წიაღისეულის საწვავი. ეს არის ენერგია, რომელიც თითქოს დროისგანაა გამოხდილი. ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი. ეს ყველაფერი მილიონობით წლის წინანდელი სიცოცხლის კონცენტრირებული ენერგიაა. უბრალოდ დაფიქრდით, როცა მანქანას ვქოქავთ, ჩვენ რეალურად ვიყენებთ ენერგიას, რომელიც უძველესმა ზღვის არსებებმა და მცენარეებმა მზისგან მილიონობითი წლის წინ მიიღეს. ეს ხომ დროში მოგზაურობაა, რომელიც წარსულს პირდაპირ აწმყოსთან აკავშირებს. მაგრამ იცით, დედამიწის უდიდესი საგანძური არც ოქროა და არც ალმასი. ეს არის წარსულის ანაბეჭდები, უძველესი სიცოცხლის ისტორია, რომელიც პირდაპირ ქვაშია გამოკვეთილი. ამ ისტორიის წასაკითხად ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული გასაღები, რომელსაც ნამარხი ჰქვია. ეს არაა უბრალოდ გაქვავებული ნარჩენი, არამედ ეს არის დროის ფანჯარა, რომელიც მილიონობით წლის წინანდელ სამყაროში გვახედებს. და ეს ფრაზა, რომელსაც ახლა ხედავთ, იდეალურად ხსნის მათ მნიშვნელობას. ნამარხების შესწავლით ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ იცვლებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. ეს არის ჩვენი პლანეტის ბიოგრაფიის გაცოცხლებული ფორცლები. და რაც მართლაც საოცარია, ჩვენ პოულობთ არა მხოლოდ იმას, თუ რა არსებები ცხოვრობდნენ, არამედ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. აი თუნდაც საქართველოში, სათაფლიის ნაკრძალში შემონახული დინოზავრის ნაკვალევი. ეს ხომ ზუსტად ასეთი გაცოცხლებული წარსულია. სწორედ აქ იკვეთება ორი უდიდესი ისტორია. თუ ნამარხები გვიყვებიან უძველესი სიცოცხლის ამბავს, არსებობს სხვა ტიპის ნიშნები, რომლებიც უკვე უძველესი ადამიანების ისტორიას ინახავენ. და ეს უკვე არქეოლოგიის სამყაროა. და აი მივადექით ჩვენი მოგზაურობის ბოლო ალბათ ყველაზე პირადულ ნაწილს. ახლა ჩვენ ვეძებთ არა დინოზავრების, არამედ ჩვენი წინაპრების ნაკვალევს და იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც მიწა ჩვენივე წარსულის შესახებ ინახავს. არქეოლოგების აღმოჩენები ფაქტობრივად წარსულის უზარმაზარი ფაზლის ნაწილებია. თითოეული ნივთი, იქნება ეს გატეხილი თიხის ჭურჭელი, ძველი იარაღი თუ სამარხში ნაპოვნი მძივი, გვიყვება ისტორიას იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არქეოლოგიის მიზანი ხო არაა უბრალოდ ნივთების შეგროვება. მისი მიზანია ამ ნივთების მეშვეობით აღადგინოს სრული სურათი, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ცხოვრობდნენ და როგორი იყო მათი სამყარო.
და აი ჩვენი მოგზაურობის დასასრულს ვუბრუნდებით მთავარ აზრს. დედამიწის ქერქი არ არის უბრალოდ ქვა და მიწა. ეს არის ისტორიის უდიდესი ბიბლიოთეკა, სადაც ჩვენი პლანეტის, მასზე არსებული სიცოცხლის და, რა თქმა უნდა, კაცობრიობის ისტორიაა დაცული. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მიწაზე გაივლით, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენ ისტორიის უსასრულო არქივზე დგახართ. და ეს, რა თქმა უნდა, გვიტოვებს ერთ კითხვას. კიდევ რა საიდუმლოებებს გვიმალავს და გვპირდება ჩვენი პლანეტა მომავალში?